შაბათ, მადლობა რომ შემოგვიერთდით ამ საღამოს. დიდი მადლობა რომ აქ დამპატიჟეთ. ევრი რამ მინდა კითხოთ ღაზასა და ჰამასზე, მაგრამ ვერ დავიწყებთ ყველაზე აქტუალური თემის გარეშე, რომელიც პირდაპირ იწვის. ეს არის მიმდინარე მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ეხლა როგორც გამოცდილი მოლაპარაკე, რომელსაც ამ რეგიონში ყველაზე სასტიკ და ცინიკურ ტერორისტებთან აქვს საქმე ქონია, როგორ აფასებთ შეერთებული შტატების მიდგომას ირანთან მოლაპარაკებებში? ტრამპის წინააღმდეგობრივი გზავნილები ეხმარება თუ აზიანებს შეერთებული შტატების პოზიციას? კი, ვფიქრობ, იცით, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოლაპარაკებების მართვის ძალიან სპეციფიკურ მეთოდზე ტრამპის ეპოქაში, როგორც მე ამას უწოდებ. ტრამპი, იცით, ის იყენებს თავის განსაკუთრებულ მეთოდს, რომელიც აერთიანებს გაურკვევლობას, ორაზროვანობას და რა თქმა უნდა ეყრდნობა შეერთებული შტატების ძალას, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდ ძალასა და ყველაზე ძლიერ არმიას. სხვათა შორის ის მზად იყო და ეს ვნახეთ ამ ომის დროსაც, რომ მას სურდა არმიას მიეცა სრული თავისუფლება, ემოქმედა ირანის საჰაერო სივრცეში, დაერტყა ისრაელთან ერთად და ასე შემდეგ, რასაც წინა პრეზიდენტები არ აკეთებდნენ. ამ საკითხში ის იყენებს თავის ბერკეტებს და აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. ამავე დროს ტრამპის ეს მეთოდი, იცით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზოგჯერ შეიძლება სასარგებლოც იყოს დასავლეთისთვის, რადგან ეს ვნახეთ ტარიფების მოლაპარაკებებში, რომლებსაც ის მართავდა, თუნდაც გრენლანდია თუ გინდათ აქამდე მიიყვანოთ საუბარი. ასე რომ ზოგჯერ დასავლურ საკითხებში ეს მუშაობს, რადგან დასავლეთის თვალით ჩვენ მოლაპარაკებებს სხვადასხვანაირად ვუყურებთ. ჩვენ ვუყურებთ საათებს, ვზომავთ პროგრესს, ვუყურებთ ვადებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასე რომ ამას ძალიან შავ-თეთრად ვხედავთ. ბრძოლის ველზე მოვიგეთ თუ წავაგეთ. როდესაც ირანივით მოწინააღმდეგეს ეჯახები, მათი ბერკეტი დროა. ამიტომ სრულად უნდა აცნობიერებდე, რაში შედიხარ მოლაპარაკებების ველზე და ეს გაცილებით ადრე უნდა იცოდე, ვიდრე ბრძოლის ველზე გახვიდე. ეს როგორ ჩვენ ვაკეთებთ მაგალითად სამხედრო თამაშებს, ვგეგმავთ რა იქნება შემდეგ და შემდეგის შემდეგ, ზუსტად ასე უნდა მოემზადო მოლაპარაკებებისთვისაც. და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული შეცდომა ირანისა და ისლამური წინააღმდეგობის არსის გაგებაში. მეთოდები, რომლებიც სხვადასხვა რამეზე აკეთებენ აქცენტს. მოთმინება, გამძლეობა, მტკიცე პოზიცია და გამოფიტვა. ეს იგივე ირანია, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში 8 წლიანი ომი ჰქონდა ერახთან. ამიტომ უნდა გაიგო ვის უპირისპირდები, რომ სწორად გათვალო შენი ნაბიჯები მოლაპარაკებების პროცესში. ანუ ამბობთ, რომ ტრამპი ამ ომში მოუმზადებლად შევიდა. გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში მათ ეს სხვა მოლაპარაკებების მსგავს შემთხვევად აღიქვეს. და მათ ეგონათ მაგალითად, რომ წარმატებული მომაპარაკება მაგალითად ჰამასთან, რომელიც დესპანმა ვიტკოფმა ჯარედ კუშნერთან ერთად ჩაატარა, წარმატებული იყო და აქაც ყველა მძევალს დავიბრუნებთ. ასე არ არის. ვერი ფიქრებ, რომ ეს იგივე არენა, რაც ირანთან. და თუ ამ შეცდომებს დაუშვებ და იფიქრებ, რაც იქ მუშაობს, სხვაგანაც იმუშავებს, ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყოს. და ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ, რატომაც ყოველ დღე რაღაც ახალი ხდება. გუშინ წინ თითქოს მსოფლიო მშვიდობა იყო, დღეს კი შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ამიტომ ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რაც უნდა გავიგოთ. ირანი დროს აჭიანურებს. მათთვის ამ ომში გადარჩენა, ფეხზე დარჩენა და ისინი ჯერ კიდევ ფეხზე დგანან, თავისებური გამარჯვება. ასე რომ, თქვენ მიგვიყვანეთ ირანის პოზიციამდე მოლაპარაკებებში. ეხლა ნახეთ, ბირთვულ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე ომიდან ირანმა შეძლო გარე საკითხების, მაგალითად, ჰორმუზის სრუტის შემოტანა. ან თუნდაც ისრაელის დარტყმები ლიბანში, როგორც ზეწოლის ბერკეტები შეერთებულ შტატებზე მოლაპარაკებებში. ეხლა ვერ ვიკავებ თავს, რომ არ გავიხსენო ფრაზა, რომელიც დონალდ ტრამპმა თავის პირველ ვადაში თქვა. ირანმა ომი არასდროს მოიგო, მაგრამ მოლაპარაკება არასდროს წაუგია. ეს არის ის, რასაც ახლა ხედავთ. ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან იმარჯვებს. დიახ, გარკვეულწილად ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან იმარჯვებს. ამას აგიხსნით. ასევე ირანი რამდენიმე რამეს ძალიან გონივრულად აკეთებს. ის თავდასხმები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, მაგალითად სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ეს შეცდომა არ არის, რომ ირანი ამას აკეთებს, რადგან იმ ძალისხმევას, რომელსაც ის ამ ქვეყნებზე ხარჯავს, რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში დიახ, რომ მათ ამერიკელებზე ზეწოლა მოახდინონ და სთხოვონ გთხოვთ შეაჩერეთ ომი.
მეორეც რომ დააფიქრონ ისინი. თქვენ ფიქრობდით, რომ როდესაც თქვენს მიწაზე ამერიკული სამხედრო ობიექტები გექნებათ, ეს რაღაც ფარი იქნება თქვენთვის და დაგიცავთ ზიანისგან. არა, თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს დიპლომატიას, თქვენს სტრატეგიას, რადგან ეს შეიძლება ასევე იყოს თვირთი თქვენს კისერზე. და ამასაც ხედავთ მაგალითად ომანის შემთხვევაში, რომელიც ომამდე შუამავალი იყო. და ნახეთ რა ხდება ბოლო რამდენიმე კვირაში, როცა ის სულ უფრო და უფრო უახლოვდება ირანს, რადგან ის ითვლის ნაბიჯებს და ფიქრობს, რომ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვა. და ბოლოს რაც მინდა ვთქვა, თქვენ ლიბანი ახსენეთ, ხო ეს რაღაც ახალი იცით დაძაბული სიტუაცია. ისე თითქოს ისინი ყველა პროქსის გაერთიანებას ცდილობენ და გიჩვენებენ, რომ თუ ბეირუთს დაარტყამ, ირანიდან რაკეტებს მიიღებ. ასე ადრე არ ყოფილა და ეს ძალიან დიდი ესკალაცია. ასევე ომის დასასრულებლად ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღწევაც, რადგან სწორედ ეს დევს ახლა მაგიდაზე. ეს ირანისთვის უკეთესია თუ ამჟამინდელი დაძაბულობის შენარჩუნება? რა ჯობს ირანისთვის შეთანხმება თუ არსებული მდგომარეობა? ეს დამოკიდებულია იმაზე, რა წერია შეთანხმებაში. იცით, იმიტომ რომ ვფიქრობ ირანი ცდილობს ნათლად აუხსნას მსოფლიოს ამერიკელებს, რა თქმა უნდა, ისრაელელებსაც, რომ ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ იმდენ ხანს, რამდენიც გინდათ. იცით, თქვენ მოკალით, ჩვენი ბევრი ლიდერი. თქვენ მართლა გვავნეთ და ჩვენაც ავნეთ, არა მხოლოდ ჩვენ და ამერიკელებმა, არამედ ირანში ინფრასტრუქტურასაც სერიოზული ზიანი მიადგა. იცით, მათ დიდი ეკონომიკური ზარალი აქვთ, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ფეხზე დგანან. და ეს არის ის, რასაც ვამბობ, იცით, ისლამური წინააღმდეგობის გზა, ისლამური წინააღმდეგობის ღირებულებები. როდესაც არ გესმით, რა არის ძირითადი ღირებულებები, მოლაპარაკებების პროცესში შეცდომას უშვებთ. და ამას ხედავთ სხვათა შორის იგივე რამ, ცოტა განსხვავებულად ირანთან, ლიბანში, ჰეზბოლასთან, ღაზაში, ჰამასთან და თუნდაც იემენში, ჰუთებთან. მათგან თითოეული განსხვავებული მოქმედია, განსხვავებული მოთამაშეა განსხვავებულ არენაზე. ის საკუთარ თავს ამ სურათს აწყობს, მაგრამ თითოეულისთვის, მისთვის გადარჩენა გამარჯვებაა. ნახეთ, ირანმა თქვა, რომ ყველა პროქსის დაიცავს. დაიცავს ან დაარტყამს ისრაელს, თუ ის ბეირუთში დაარტყამს, შემდეგ ეს მთელ ლიბანს გაავრცელა. შემდეგ ამას ღაზაც დაემატა. და ეხლა ისევ მხოლოდ ბეირუთზე დაუბრუნდით. ამიტომ ვფიქრობ, ირანელებიც ცდილობენ იპოვონ გზავნილი, რომ როგორმე გადაარჩინონ მათი ჩამოშლილი პროქსი ქსელი. მაგრამ თუ საუბრობთ იმაზე, რა უნდა გააკეთონ პრეზიდენტმა ტრამპმა და მთლიანად შეერთებულმა შტატებმა ეხლა, როცა ირანი დროს იგებს და თითქოს დრო მათ მხარესა, რა უნდა გააკეთოს აშშ-ში ამ ეტაპზე? ფიქრობ ორი რამ არის მთავარი. პირველ რიგში უნდა დაარღვიო ეს ახალი შეკავების ფორმულა, რომლის დამკვიდრებასაც ირანელები ცდილობენ, როგორც თქვენ მაგალითად ლიბანთან მიმართებაში. როცა ისინი ამბობენ, თუ ბეირუთს დაარტყამთ, ჩვენ თქვენ დაგარტყამთ, რომ უნდა აუხსნამათ დაბომბვით. მაპატიეთ, რომ ესე ვამბობ, მაგრამ ზოგჯერ ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ ესეთ მუქარებზე არ უნდა შეეშინდე და უნდა აჩვენო, რომ ესე არ არის. ეს ფორმულა არ არსებობს. მე არ ვარ მზად ამის მისაღებად, არ ვიღებ ამას ბოდიში. და მეორე, რაც შეიძლება უფრო დიდი პრობლემა უნდა გაიგო, რომ დრო მათი უპირატესობა და ბერკეტია. ამიტომ შენც იგივე კარტებით უნდა ითამაშო. გინდა დრო? მე ვინარჩუნებ ჰორმუზის სრუტის ბლოკადას, ვაგრძელებ იზოლაციას, ვაგრძელებ შენთვის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ზიანის მიყენებას. ამიტომ დრო შენს სასარგებლოდ არ მუშაობს. ეს არის ერთადერთი რაც უნდა გააკეთო, ითამაშო იმ კარტებით, რასაც მეორე მხარე უპირატესობად თვლის და აჩვენო, რომ შეგიძლია ზიანი მიაყენო. მაგრამ ნახე, ირანმა უკვე დააწესა ეს ახალი განტოლება ისრაელზე. რადგან მაგალითად, თუ ხვალ ერთ კვირაში ან ერთ თვეში ჰეზბოლა ჩრდილოეთ ისრაელს დაესხმება თავს, ისრაელი ძალიან მაღალ ხეზე ავიდა და მოუწევს ბეირუთში დარტყმით უპასუხოს. ირანი ისრაელს დაარტყამს და ისრაელი ირანს პასუხს გასცემს. მაგრამ ეს პასუხი შეზღუდული იქნება, რადგან ტრამპი ზეწოლას ახდენს ნეთანიაჰუზე, რომ ისრაელის დარტყმების მასშტაბი ირანზე შეზღუდოს. ამიტომ ეს დინამიკა ისაა, რასაც ირანი გაუძლებს, რადგან ისრაელის დარტყმები შეზღუდულია. აბა როგორ უნდა დაარღვიო ეს წრე? რადგან ირანს შეუძლია ასე გააგრძელოს. და მერე რას გააკეთებს? ის ნებისმიერ მომენტში, როცა გადაწყვეტს, უბრძანებს ჰეზბოლას დაარტყას ისრაელს და ეს დინამიკა დაირღვევა. მაგრამ ეს ზეწოლას მოახდენს ტრამპზე მოლაპარაკების მაგიდასთან. დიახ, ერთადერთი რამ, დიახ, როგორც თქვი, პირველ რიგში, დიახ, ეს უზარმაზარი პრობლემა. არ ვამბობ, რომ ასე არ არის.
ვამბობ, საქმე იმაშია, რომ უნდა დაარწმუნო პრეზიდენტი ტრამპი და გააგებინო, რომ თუ დაემორჩილები იმას, რასაც ისინი ცდილობენ მოგახვიონ, როგორც თქვით, ფორმულებს და ახალ ფორმულებს მაინც ააგებ. ამიტომ უნდა აუხსნა უფრო დიდი ძალით, პლუს ბლოკადით და ასე შემდეგ, რომ არ აპირებ ამის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გადაიხდი ფასს, მაგრამ უნდა იფიქრო გრძელვადიან პერსპექტივაზე. და კიდევ ერთი რამ იცი, მოლაპარაკებებში არის ერთი ტერმინი, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებთ, როცა მოლაპარაკებებზე მივდივართ, ეს არის ბატნა. მაგალითად, რა არის შენი საუკეთესო ალტერნატივა, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევ? ეს არის ძალიან ძლიერი რამ, რასაც ჩვენ მოლაპარაკეები ვეძებთ. ამჟამად ირანელები ალტერნატივას ბევრად უკეთეს ვარიანტად მიიჩნევენ, ვიდრე შეთანხმებაზე დათანხმებას. უნდა გააგებინო მათ, როგორც თქვი, რაღაცა ჰოლისტური მიდგომით, რომ განაგრძობ ზიანის მიღენებას, მათ შორის ინფრასტრუქტურაზეც. აქამდე საკმაოდ შეზღუდული იყავი იმით, თუ რით აზიანებდი მათ, ბლოკადით, იზოლაციით, ეკონომიკური სანქციებითაც, ყველაფრით ერთად, როგორც პაკეტი, რომელსაც ეტყვი, რომ მზად ხარ, შეინარჩუნო იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზეწოლაა. და იცით, როგორც თქვი, სრულად ვაცნობიერებ იმ ზეწოლას, რაც თვითონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ჰქონდა საკუთარ ქვეყანაში. ნოემბრის არჩევნები, ამერიკის 250 იუბილე, დღევანდელი ინფლაცია. დღევანდელი ინფლაცია. კი, ვიცი. მრავალი ფაქტორია, რომელიც დიდ ზეწოლას ქმნის, მაგრამ თუ გინდა გრძელვადიან პერსპექტივაში გაიმარჯვო, მზად უნდა იყო მოკლევადიან პერიოდში რაღაც ფასი გადაიხადო.